ვაშინგტონში ირანის მიმართ რაღაც ძალიან უცნაური ხდება. დონალდ ტრამპმა სასწრაფოდ მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების გუნდი თეთრ სახლში, რათა ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. და სანამ ყველა სუნთქვაშეკრული ეოდება თუ რა გადაწყვეტილებით გამოვა ის მსოფლიოს წინაშე, საქმე იმაშია, რომ სანამ ამ თადბირს მოიწვევდა, ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევის საღამოს ირანთან ომთან დაკავშირებით თავის საბოლოო გადაწყვეტილებას გაახმოვანებს. მაგრამ დღეს უკვე შაბათის საღამოა, ხოლო ტრამპი უცებ ჩუმადაა და არაფერს ამბობს. არც ერთი საჯარო განცხადება. ამასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა თითქოს და წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ზავის კიდევ 60 დღით გახანგრძლივებაზე საგნობრივი მოლაპარაკებებისთვის. ფაქტობრივად ვაშინგტონში ოფიციალური პირები უკვე საჯაროდაც კი აცხადებენ ირანთან მშვიდობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ. თუმცა პარასკევს ტრამპმა მოულოდნელად წამოაყენა რიგი მოთხოვნები ჰორმუზის სრუტეზე. სრუტის, ირანის ბირთვული პროგრამისა და ირანის საზღვარგარეთ შენახული აქტივების განთავისუფლების შესახებ. თუმცა თეირანში ასეთი შეთანხმება სრულად უარყვეს და ამერიკელებს ცოცხალი ფული მოსთხოვეს. განაცხადეს, სანამ ეს ფული თეირანში არ იქნება, მშვიდობას ვერ იხილავთ. და უკვე დღეს შეერთებული შტატების ომის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ში მზად არის ახალი დარტყმა მიაყენოს თუ ირანი დონალდ ტრამპის ყველა მოთხოვნას არ დაეთანხმება. ამ დროს კი თავად დონალდ ტრამპი რატომღაც დუმილს აგრძელებს. მე ალექსეი პიჩი ვარ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი და ალაიქეთ ეს გამოშვება, დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პიჩი ნიუსი. ბუნი მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამჟამად ყველა ექსპერტი სუნთქვაშეკრულია, რადგან დონალდ ტრამპი მოულოდნელად გაჩუნდა და ჩრდილში გადავიდა ირანთან ომის თემაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ პარასკევს თეთრ სახლში მრჩევლებს იწვევს, რათა ირანთან მშვიდობის შეთანხმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლები უკვე ხუთშაბათს საბოლოოდ შეთანხმდნენ ზავის გაგრძელებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მიმოსვლის გახსნის პირობებს. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, მემორანდუმი აშშ-სა და ირანს შორის გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის 60 დღით გახსნას. ამ პერიოდში კი მხარეები ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავ. ირანმა 30 დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში ნაღმები უნდა გააუნებელყოს. აშშ-მ კი საზღვაო ბლოკადა უნდა მოხსნას. ირანი თითქოს და პირობას დებს, რომ არ განავითარებს ბირთვულ იარაღს. ხოლო აშშ შეუძლია მოხსნას ზოგიერთი სანქცია, რათა ირანს ნავთობის გაპინდვის და აქტივების პირველი ნახევრის, კერძოდ 12 მილიარდი დოლარის გამბლოკვის საშუალება მისცეს. მაგრამ მოულოდნელად ამის შემდეგ ტრამპა ახალი პირობები წამოაყენა. ირანის თანხმობა ბირთვულ იარაღის არ განვითარებაზე. ჰორმუზის სრუტის განაღმა და გახსნა. ასევე ისლამური რესპუბლიკის ხელთ არსებული მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების გატანა და განადგურება. ანუ ირანი უნდა დაეთანხმოს ამას, სანამ არა მხოლოდ შეთანხმება, არამედ მემორანდუმიც კი გაფორმდება. მაგრამ ტრამპმა ასე მოიქცა, როგორც ჩანს, არც თუ შემთხვევით და ჩვენ ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. პასუხად ირანმა ფაქტობრივად დონალდ ტრამპს მკაცრად უარი უთხრა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანი არ შეასრულებს დონალდ ტრამპის ბრძანებებს, რომელმაც თქვა, რომ ირანმა უნდა დათანხმდეს შეერთებული შტატების ყველა პირობაზე. შემდეგ ბაღაის ციტატა. ჩვენ ულტიმატუმების ენას დაამშვიდობეთ 47 წლის წინ. ვერც ერთი დასავლური ქვეყანა ვერ ისაუბრებს ისლამური რესპუბლიკა ირანთან ულტიმატუმების ენაზე. ჩვენ მივიღებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს ირანის ხალხის ინტერესებიდან და უფლებებიდან გამომდინარე. ბაღაიმ ასევე დააკომენტარა ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მიმოსვლის მომავალი და განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული წყლის არტერია გადის ირანისა და ომანის ტერიტორიულ წყლებში და საჭიროებს სპეციალურ შეთანხმებებს. შემდეგ კიდევ ერთი მისი ციტატა. ირანმა და ომანმა, როგორც ორმა პასუხისმგებელმა ქვეყანამ, უნდა შექმნან მექანიზმები, რომლებიც ერთდროულად დაიცავს მათ ეროვნულ ინტერესებს და ირანს, როგორც სანაპირო სახელმწიფოს. და დაარწმუნებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამ სრუტეში საზღვაო მიმოსვლა უსაფრთხოა, რადგან პასუხისმგებელი ქვეყნები ქმნიან მექანიზმებს, რომლებიც ერთდროულად დაიცავს მათ ინტერესებს. ეს დიპლომატიური ენაა, თუ პირდაპირ თარგმნით, ირანისა და ომანის სტრატეგიული ინტერესები სპეციალურ შეთანხმებებს მოითხოვს. ციტატა. არმუზის სრუტის დაცვა, განაცხადა ბაგაიმ. ბაგაიმ ასევე დააკომენტარა საზღვაო მიმოსვლის მომავალი, სტრატეგიული არტერია. ბაგაიმ დააკომენტარა მომავალი. შემდეგ თეირანში საერთოდ შოკი გამოიწვია. ირანმა განაცხადა, რომ შეთანხმების პროექტი ჯერ საერთოდ არ მოქმედებს და არაფერს ავალდებულებს.
როგორც ეს გამოცემა ფარსი, რომელიც ძალიან ახლოს დგას ისლამურ რევოლუციის გუშაკთა კორპუსთან, პროექტის არც ერთი პუნქტი ირანს არ ავალდებულებს, მაგალითად, გახსნას არმუზის სუტე გადასახადებისა და მოსაკრებლების გარეშე. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მემორანდუმში არც ერთი სიტყვა არ არის იმის შესახებ, რომ ირანი ვალდებული იქნება გაანადგუროს თავისი ბირთვული მასალები. და რაც თავარია, თეირანში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები გაათავისუფლებს ირანის გაყინულ აქტივებში არსებულ $12 მილიარდ. თეირანი არ გადავა მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპებზე, სანამ ეს ფული ირანში არ აღმოჩნდება. ეს უკვე პირდაპირ ულტიმატუმია. და ირანელები ამბობენ, რომ $12 მილიარდი არის ის ფასი, რომლითაც ჩვენ მაინც მემორანდუმს მოვაწევთ ხელს. ფიქრობ, თქვენ შეამჩნიეთ, რომ დონალდ ტრამპის ბოლო განცხადება ირანთან დაკავშირებით გაკეთა პარასკევს, ჯერ კიდევ ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხდომამდე. ტრამპმა დაფივდა, რომ პარასკევის საღამომდე მიიღება რაღაც გადაწყვეტილებას. დღეს უკვე შაბათის საღამოა, ხოლო გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. და მხოლოდ ერთი დღის შემდეგ თეთრსახში განაცხადეს, რომ ტრამპმა სიტუაციურ ოთახში დამართული თათბირის შემდეგ არ მიიღო გადაწყვეტილება ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე და კიდევ რამდენიმე დღეს ითხოვს დასაფიქრებლად. როგორც ცნობილი გახდა, თეთრსახში ირანის პრობლემასთან დაკავშირებით გამართული თათბირი რამდენიმე საათს გაგრძელდა. მისი მონაწილეები განიხილავდნენ თეირანის ახალ წინადადებას ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პირობებთან დაკავშირებით. ანუ იქ განიხილავდნენ სწორედ ამ ირანის ულტიმატუმს $12 მილიარდი შესახებ. საბოლოო ჯამში ტრამპმა გადაწყვიტა, ციტატა, გადაედო ირანის წინადადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ანუ კიდევ ერთხელ, თეთრსახში განიხილავდნენ არა იმას, რასაც ისინი თავს ახვევენ, არამედ იმას, რასაც თეირანი სთავაზობს მათ. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპა ადრე განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების უმეტეს პუნქტზე მხარებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, კონკრეტულად რომელი საკითხების შესახებ შეძლეს შეთანხმება ვაშინგტონმა და თეირანმა, მან არ დაუკონკრეტებია. მაგრამ შეგახსენეთ, რომ წინა გამოშვებებში ჩემს Telegram არხზე სწორედ ვაფრთხილებდი, რომ როდესაც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმება რაღაცა მშვიდობიანი შეთანხმება მზადაა 95%-ით, ეს მოლაპარაკებების ჩავარდნის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შედის. და აშკარაა, რომ ეხლა ტრამპი ჩიხში აღმოჩნდა. გაგახსენეთ, 2025 წლის დეკემბერში დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ამბობდნენ, რომ რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკრაინასთან მშვიდობიანი შეთანხმება მზად იყო 95%-ით. თითქმის ნახევარი წელი გავიდა, უკვე ნახევარი წელიც გავიდა, 2 წელიც კი გავიდა და არაფერი შეცვლილა. მოლაპარაკებები საერთოდ საბოლოოდ შეჩერებულია. ამ კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპის გუნდმა განაცხადა, რომ ირანთან მშვიდობიანი შეთანხმება 95%-ით მზად არის. და აი ბოლო დღეღამეში დონალდ ტრამპი საერთოდ რატოღაც დუმს. და სანამ დონალდ ტრამპი არ აკომენტარებს, რატომ ვერ მოხერხდა ირანთან მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმება, ASHS-ის ომის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა განაცხადა, რომ ახლა საინტერესოა. ნებისმიერი შეთანხმება მომგებიანი იქნება. კიდევ ერთხელ პიტ ჰექსეტი პირდაპირ ამბობს, ნებისმიერი შეთანხმება ირანთან საერთოდ ნებისმიერი. ეს უკვე გამარჯვებაა. ამავე დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი არ ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სურს დარწმუნდეს, წმუნდეს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ირანთან არ მისცემს ირანს ბირთვული იარაღის მიღების საშუალებას. ახლა კი მოვიყვანთ პიტ ჰექსეტის ციტატას. დღეს დილით მე ვესაუბრე დონალდ ტრამპს. მან თხოვა ხაზგასმით აღუნიშნო, რომ ძალიან მოთმინებით ეკიდება ამ საკითხს, რადგან ამერიკა მართლაც ისტორიულ პროცესში მონაწილეობს. მას სურს, რომ ნებისმიერი შეთანხმება იყოს კარგი და ნამდვილად მომგებიანი, სწორედ ამიტომაც მოქმედებს მოთმინებით. თუ ირანი არ დათანხმდება მომგებიან შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას არ ექნება ბირთვული იარაღი, მაშინ თეირანს მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან საქმე ჰქონდეს. იცით რა არის ამ სიტუაციაში სასაცილო? როცა ჟურნალისტმა პიტ ჰექსეტს კითხა, მოусმინეთ, რას ნიშნავს თქვენი სიტყვები, რომ ნებისმიერი შეთანხმება კარგი იქნება. პიტ ჰექსეტმა ნერვიულობა დაიწყო და განაცხადა, რომ ციტატა. მომწონს არაგულწრფელი კითხვები, არაგულწრფელი ჟურნალისტებისგან. ან თითქოს ეს ჟურნალისტია რაღაც არასწორი და არა ის, ვინც თქვა რაღაც აბსურდუმის სისულელე. აქ მრავალ წერტილს დავშო. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვემოთ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. გარდა ამისა, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით, ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.